ოდესღაც ერთი მარტოხელა ღარიბი კაცი ცხოვრობდა. ამ კაცს რამდენიმე ნესვის თესლი და სიმინდის მარცვალი ჰქონდა. მეტი არაფერი. ღარიბმა დათესა, რაც გააჩნდა და თავს ევლებოდა ნათეს. იქნებ ცოტა მოსავალი ავიღო და შიმშილით სული არ ამომძვრესო. შემოდგომაზე მშვენიერი მოსავალი მოიწია კაცმა. მას მერე მუდამ დღე ხან პატარა მაიმუნი მოადგებოდა კარს, ხან დიდი. ნესვსა და სიმინდს სთხოვდნენ. ღატაკს სიცოცხლედ უღირდა თავისი მოწეული მოსავალი. მაგრამ მაიმუნებს არც ვეება ნესვებს უჭერდა და არც სიმინდის მარცვლებს. ერთხელ ღატაკი თავის ბოსტანში ისვენებდა. მთელი დღის ნაჯაფს დაეძინა. მაიმუნებმა რა ნახეს, კაცი უძრავად იწვა. ფრთხილად მიუახლოვდნენ და დაიყვირეს. ერთი ნახეთ, მომკვდარა. იმ სიკეთისათვის ტკბილ ნაყოფს რომ არ გვაკლებდა, ჩვენც რაღაცით მადლობა უნდა გადავუხადოთ. მოდი ყველაზე ლამაზ ადგილას დავასაფლავოთო. ასწიეს ღატაკი და გზაჯვარედინამდე მიიყვანეს. ერთმა მაიმუნმა თქვა, ვერცხლის გამოქვაბულში წავიღოთო. არა, შობს ოქროს გამოქვაბულში დავკრძალოთო. თქვა მეორე. მაიმუნების ბელადმა ბრძანა ოქროს გამოქვაბულში წავასვენოთო. მაიმუნებმა ღატაკი გამოქვაბულში დატოვეს, ხოლო თავად გაიქცნენ. როცა ღატაკი დარწმუნდა, რომ მარტო იყო, იმდენი ოქრო წამოიღო, რამდენის სიდვაც შეძლო. ახლა კი გამდიდრდა ღატაკი და ლამაზი სახლიც აიშენა. მისმა მდიდარმა მეზობლებმა გაიგო ღატაკის გამდიდრება. მივიდა მასთან და ჰკითხა, ოქროს სად იშოვეო? ღატაკმა გულწრფენად უამბო ყველაფერი, რაც გადახდა. ღარიბმა მდიდარმა ნესვი და სიმინდი დათესა და მაიმუნებს დაელოდა. ნესვი და სიმინდი დამწიფდა თუ არა, ყოველდღე ხან პატარა მაიმუნი მოადგებოდა მდიდრის ბოსტანს, ხან დიდი. მდიდარი ღატაკისა არ იყოს. მაიმუნებს ნესვსა და სიმინდს არ უჭერდა. მუდამ პირს აგემრიელებინებდა. ერთხელაც თავი მოიმკვდარუნა. მაიმუნებმა მისი დაკრძალვა გადაწყვიტეს. მდიდარი გზაჯვარედინზე მიიტანეს და ბჭობას შეუდგნენ, რომელ გამოქვაბულში დავასაფლავოთო. სანამ მაიმუნები ამ ბჭობაში იყვნენ, მაიმუნების ბელადმა მისი ვერცხლის გამოქვაბულში წაღება ბრძანა. აღშფოთებულმა მდიდარმა კი დაიყვირა. არა, ვერცხლის გამოქვაბულში არ მინდა, ოქროსაში წამიყვანეთო. შეშინებულმა მაიმუნებმა დაადგეს მდიდარი ეკალ ბარდებში და გაიქცნენ და
დაკაწრულმა ტანსაცმელჩა მოფლეთილმა მდიდარმა კი ძლივს მიაღწია სახლამდე.